2013 წლის 15 იანვარს წავედი მეუფე იობთან. ჩავედი, მეუფე იობმა მიმიღო ზუსტად იმ დროს, როცა ვიყავი დაბარებული და მე მეუთხრე მეუფე იობს ჩემი ისტორია, თუ ვინ ვიყავი, რა მინდოდა. მან მითხრა, რომ ის შორიდან მე მიცნობდა როგორც გიმნაზია შავნაბადოს დირექტორს, ხედავდა საპატრიარქოში და ძალიან გახარებული და ძალიან კმაყოფილი ვიყავი მეუფესთან შეხვედრით და მეუფემ მიმიყვანა ერთ არქიმანდრიტთან, ჩამაბარა არქიმანდრიტს, რომელსაც უნდა ესწავლებია ჩემთვის აი საკითხები, რაშიდაც მე დახმარება დამჭირდებოდა. მართლაც არქიმანდრიტის და ჩემი ურთიერთობა იყო ძალიან თბილი, ძალიან ტკბილი, ძალიან კარგი, ბევრი მოსაგონარი მაქვს მასთან ურთიერთობის, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ საკურთხეველში არქიმანდრიტს ყავდა სტიქაროსნები, კვართოსნები ქართულად, რომლებიც ძალიან ცუდად იქცეოდნენ. საკურთხეველში ილანძღებოდნენ, საკურთხეველში ერთმანეთს ცუდად მიმართავდნენ და რა თქმა უნდა ეს არქიმანდრიტს არ ესმოდა, მაგრამ მე რადგან იქ საკურთხეველში აი ამ ახალგაზრდებთან ერთად ვიდექი, მე ამის მომსწრე ვიყავი და ძალიან არ მომწონდა ესა და რამოდენიმეჯერ მივედი არქიმანდრიტთან და უთხარი, რომ აი ესე იქცევიან და თუ შეიძლება, რომ აღგვეკვეთა აი ამ ახალგაზრდებისთვის ესეთი ქცევა. და შემდეგ მოხდა ის, რომ ამ ტაძარში მოღვაწეობდა ერთი კახელი მამა გიორგი და აი ამ მამა გიორგიმ, როდესაც ვალაგებდით საკურთხეველს, იპოვა შპრიცი, წამლიანი შპრიცი. და ეს უკვე ისეთი მოულოდნელი იყო იმისთვისაც, ჩემთვისაც, რომ სხვა გზა არ იყო, ავდექი და ეს შპრიცი მიუტანე არქიმანდრიტს და უთხარი, რომ აი უკვე შპრიცებით დადიან აი ეს ახალგაზრდები და თუ შესაძლებელი იქნება რამე ღონისძიება მიეღო. და ერთხელაც იყო ესეთი შემთხვევა, რომ ეს ახალგაზრდა მაწვილები საკურთხეველში შემოდიოდნენ დახეული ჯინსებით. და ეს ძალიან აი მუხლები უჩანდათ, ისეთი ჯინსები ეცვათ და მე ამაზე გულისკივილით ვეუბნებოდი, რომ შვილო, აქ საკურთხეველია, ცოტა სხვანაირად უნდა შემოხვიდე, ჩაიცვა და ასე შემდეგ და ეს გაიგონა არქიმანდრიტმა და მან მე მითხრა, რომ მაგასო არა აქვსო, ფულიო რო იყიდოსო, შარვალი და იმიტომ აცვიაო და შენ ნუერევი ამ საქმეშიო. მე სიტყვები ძალიან განვიცადე, ძალიან გული მეტკინა, რომ ეხლა თუ ახალგაზრდას არ აქვს საშუალება, რომ შარვალი იყიდოს, წარმოიდგინეთ და მე ვთხოვ, რომ შარვლით მოვიდეს. და ავდექი მერე და წირვა რომ დამთავრდა, გავყევი ამ ახალგაზრდას და ვაჩუქე 100 ლარი თუ 50 ლარი არ მახსოვს ეხლა, შავლის საყიდელად. შემდეგ კვირას ეს ახალგაზრდა ისევე იმ ძველი შავლით მოვიდა. მე ძალიან გული მეტკინა და მე უთხარი შვილო, ვერ შეძელი მეთქი ეს ახალი შავლი შეძენა. და ამაზე არქიმანდრიტი ძალიან გაიგონა ეს ყველაფერი თუ არ ვიცი, გამიბრაზდა და სასტიკი გავთხილება მომცა, რომ მე არა ვარ
იქ არავინ და მე არავინ დამალაგებინებს საკურთხეველს. და გამახსენდა აკაკი წერეთლის გელი და კრავი. შემოუძახა შებრიყო აქ როგორ ამღვევ წყალსაო, რომ აღარ დაძდევ კანონებს და აღარ სამართალსაო. მოკლედ გადის მე მაქსიმალურად ვითვენ აი ამ ახალგაზრდების ესეთ ქცევებს და გადის დრო და არქიმანდრიტი ერთხელ ძალიან კარგ ხასიათზეა, მეც კარგ ხასიათზე ვარ, კვირა დილა არის, წირვა უნდა დავიწყოთ და მე ამ დროს ვარ დიაკონი, ახალ ნაკურთხი დიაკონი. და მიმიყვანა არქიმანდრიტმა ტრაპეზთან და მიხსნის, რომ ტრაპეზზე ყველაფერი უნდა იყოს საუკეთესო, საუკეთესო სანთლები, საუკეთესო შანდლები, საუკეთესო უნდა იყოს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ასევე სამკვეთლოსთან მიმიყვანა და სამკვეთლოსში უნდა იყოს საუკეთესო ღვინო, საუკეთესო წყალი, სანთელი და ასე შემდეგ და მე ამაზე რა თქმა უნდა მივიღე ეს ყველაფერი, გამეღიმა და შეკითხვა დაუსვი, რომ მე ვთხარი საკურთხეველში საუკეთესო სტიქაროსანი კვართოსნები არ უნდა იყვნენ მეთქი? ესეც ისე ხუმრობით უთხარი, რა ვიცი, რატო უთხარი, ესეც არ ვიცი ახლა და არ მithქვამს რაღაც ნიშნის მომგებით, რაღაც გულის ტკივილით უთხარი და როგორც კი ეს ვახსენე, მოკლედ ძალიან გამიბრაზდა ეს არქიმანდრიტი და დამიწყო ყვირილი და გამომაგდო საკურთხევლიდან. მოცილდი აქაურობა, სტადი აქედან, ნერვებს მიშლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ავიღე ჩემი გუდანაბადი და მინდა რომ მეუფესთან წავიდე, მაგრამ ის არ ვიცი მეუფე სად არის და წავედი ერთ-ერთ ტაძარში დეკანოსთან. მივედი ამ ტაძარში და ხედავ მეუფე აი ამ ტაძარში წირავს. და მეუფემ რო დამინახა, კი გაუკვირდა ეხლა წირვის დროს, მაგრამ არაფერი არ უკითხავს და წირვა რო დამთავრდა, მკითხა რომ შენ აქ რატომ მოხვედიო და მე ვთხარი აი არქიმანდრიტმა გავამიშვა მეთქი და აი აქ მოვედი და თუ თქვენი ლოცვა კურთხევა იქნება, აქ ვიქნებით. თან იმ არქიმანდრიტს უთხარი, რომ მე ვთხარი იმასთან წავართქო და წადიო მითხრა ვისანაზგინა, სადაც გინა, იქ წადიო, ოღონ თავი დამანებეო და მოკლედ კურთხევა მისგანაც მქონდა, რომ იქ გადავსულიყავ. მართლაც მეუფემაც მაკურთხა და შემდეგ, რამოდენიმე ხნის შემდეგ მეუფეს ეს ყველაფერი მოუყევი, უამბე და დავრჩი აი ამ დეკანოსთან. ქართული ანდაზაა ესეთი, მე მგონი, უის გავეყარე და ვაის შევეყარეო და ძალიან კარგი ურთიერთობა დავამყარე ამ დეკანოსთან, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ აი ეს დეკანოზი გამოდგა ჩვენი პატრიარქის უწმინდესის ავად მოიხსენიებდა უწმინდეს და ძალიან ნეგატიურს საუბრობდა მასზე. მე რა თქმა უნდა ვეხვეწებოდი მას, რომ მე ძალიან ახლოს ვიცნობ უწმინდეს, მაქვს მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა, ეს ყველაფერი არასწორია, ტყუილია და ასე შემდეგ, მაგრამ მას რა თქმა უნდა ეს არ ჯეროდა, ვერ დავაჯერე და ვთხოვე, რომ აი ამ საკითხზე ჩემთან ისაუბრებდა. მაგრამ ის მაინც თავისას განაგრძობდა და მე ვცდილობდი, რომ როდესაც ამ საკითხზე დაიწყებდა საუბარს, მე მას გავცლოდი. ეხლა
კიდე რომ ვისულიყავი მეუფესთან და გადასვლა მეთხოვა ძალიან რთული იქნებოდა და მივედი მეუფესთან და აუხსენი რომ ეს დეკანოზი უწმინდეს ძალიან ცუდად იხსენიებს თქო და ცოტა ლამაზად უთხარი ეს ყველაფერი და მეუფემ მითხრა რომ ვიციო ეს საკითხიო მაგრამ ვერაფერს ვერ ვახერხებო და მე მითხრა რომ იქნებ როგორმე ხომ არავინ იცი თბილისში რომ თბილისში გადავიყვანოთ მე ხარ ისე გადამყვანი ვიყავი და მოკლედ დავრჩი აი ამ დეკანოსთან და ვიყავი ძალიან ფრთხილად ამ ვითარებაში მეუფე იობმა დამიბარა და მაკურთხა რომ ურბნისის მთაზე მაქვსო სურვილი რომ ავაშენო აღდგომის ტაძარი და მაკურთხა რომ დავკავშირებოდი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილს რომელიც არის არქიტექტორი დიდი სამების ტაძრის და ძალიან გამოცდილი და ცნობილი არქიტექტორი იყო ბატონი არჩილი ღმერთმა აცხადოს მისი სული მე ჩამოვედი დავკავშირდი მას აუხსენი ყველაფერი და ბატონმა არჩილმა რა თქმა უნდა თავისი ფასები დაასახელა თუ რა ღირდა ეს ამის შესრულება და მე აღუთქვი რომ გიმნაზიის ხარჯებით ნელ-ნელა აი ამ თანხებს მივაწვდიდი და მივედით მეუფე იობთან მეუფემ გვაკურთხა და გიმნაზიის ხარჯებით წავიყვანე ბატონი არჩილი იერუსალიმში მოვილოცეთ იერუსალიმი იქ ბატონმა არჩილმა ამოიღო რულეტკას ეძახიან მრგვალი საზომი და დაუწყო იქ დაიწყო რაღაცეების გაზომვა და რომ დაინახეს იქ ყოფმა სასულიერო პირებმა მოკლედ დაგვიტეხეს ძალიან დიდი ამბავი და ბატონი არჩილიც და მეც ქეჩოთი გამოხვალეს მოკლედ აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გარეთ. შემდეგ რაც საჭირო იყო აი ეს ნახაზები და იქ სვეტების დაცილება უნდა და ამ სვეტების დიამეტრები და ასე შემდეგ სამჯერ ვიყავით მისულები და ეს ყველაფერი აიღო ბატონმა არჩილმა და ესე ხელდავშენებული ჩამოვედით თბილისში და ბატონმა არჩილმა დაიწყო აი ამ აღდგომის ტაძრის არქიტექტურაზე მუშაობა მან შექმნა სამუშაო ნახაზები და შემდეგ აი ეს ნახაზები წარუდგინეთ ჩვენ მეუფე იობმა ბატონმა არჩილმა მამა სტეფანემ და მე წარუდგინეთ უწმინდეს უწმინდეს ძალიან მოეწონა ეს ყველაფერი მოგვცა კურთხევა რომ გაგვიგრძელებია მუშაობა და მართლაც ბატონმა არჩილმა უკვე სამუშაო ნახაზები ზე მუშაობა დაიწყო და დაასრულა თითქმის კიდევაც და შემდეგ მეორე შეხვედრაზე უწმინდესმა გითხრა რომ ეს პროექტი უნდა შეგვეთანხმებია საპატრიარქოში არსებულ კომისიასთან და რომ მივიტანეთ ამ კომისიაში ეს ბატონი არჩილის ნახაზები ამ კომისიამ დაბლოკა ეს ჩვენი ნაშრომი ნახაზები და ბატონ არჩილს ძალიან დიდი კამათი მოუხდა მათთან
და ბატონმა არჩილმა აღარ შეცვალა თავისი ნახაზები და ესე ჰაერში დარჩა იდეა აღდგომის ტაძრის მშენებლობის ურბნისის მთაზე. მე ძალიან ხშირად ჩავდიოდი მეუფესთან, საუბრობდით იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაც არის დღეს შექმნილი ჩვენ ქვეყანაში და ერთხელაც ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ შეგვეკრიბა აი ეს ეროვნული ძალები და მოგვეხდინა მათი კონსოლიდაცია და მათი მეშვეობით ჩაგვეტარებინა ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა. მეუფეს ეს აზრი ძალიან მოეწონა და მე მაკურთხა ამ საქმის სპიკერად, დამავალა რომ ჩამომეწერა სია, მართლა ჩამოვწერე სია იმ ცნობილი ადამიანების, პარტიის ლიდერების, უზენაეს საბჭოს დეპუტატების და მიუტანე მეუფეს. მეუფე კიდე დაამატა რამოდენიმე ადამიანი და დავიწყე ამ პარტიის ლიდერებთან ურთიერთობა, შეხვედრები და მინდოდა რომ შემექმნა მუშა ჯგუფი. მამაშიოს ვეთხოვე გასაღები აი იმ ოფისის, რომელიც მე შევწირე მონასტერს, მამაშიო მომცა და ოფისი გავაკეთეთ ისნის მეტროსთან. აქ ხდებოდი ყველა ეროვნულ ძალებს და მინდოდა რომ მათი კონსოლიდაცია მოხდარიყო და მათი მეშვეობით ჩაგვეტარებინა აი ეს დიდი ფორუმი. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ვერაფრით ვერ შევძელი, რომ აი ეს ხალხი ერთ მაგიდასთან დამესვა. ზოგი აყენებდა პრეტენზიას, ის თუ იქნება მე არ მოვალ, მე თუ იქნები ის არ მოვიდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდ შარში ამოვყავით თავი. მაგრამ აი შევქმნით სამუშაო ჯგუფი და დავგეგმეთ, რომ ჩაგვეტარებია ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა სპორტის სასახლეში. 2018 წლის 6 ივნისს დავგეგმეთ, რომ ჩაგვეტარებინა ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა მეუფე იობის ლოცვა კურთხევით და მიგვეწვია იქ ძალიან ისეთი გულანთებული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. რამოდენიმე დღით ადრე დამირეკა მეუფემ, ჩავედი მასთან და მან ბრძანა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს აი ამ ყრილობაზე. ჩემთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი, იმიტომ რომ მე ამაში ძალიან ბევრი შრომა ჩავდე. თითქმის ჩამოწერილ ადამიანების უმრავლესობას 99%-ს პირადად შევხვდი, გავიცანი ეს ხალხი, ურთიერთობა მქონდა. თვითონ სპორტის სასახლის დაქირავებაში გადავიხადე გიმნაზიის თანხები 7,000 ლარი და დავბეჭდე მოსაწვევები, გაუგზავნე აი ამ წარჩინებულ ადამიანებს, ბუკლეტები დავბეჭდე და ასე შემდეგ და ყველაფერი გამზადებული მქონდა, რომ ჩაგვეტარებინა ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა. მაგრამ რადგან მეუფემ უარი განაცხადა, თავიდან ის ამბობდა, რომ მთელ სასულიერო პირებს თავის ეპარქიიდან და სხვა ეპარქიებიდან ჩამოიყვანდა და აი ამ
მარტო სასულიერო პირებით გაავსებდა დარბაზს, მოხდა ისე, რომ მეუფემ უარი განაცხადა. ჩვენ სამუშაო ჯგუფი შევიკრიბეთ და მათმა თქვეს, რომ აუცილებლად მაინც მოვიყვანთ ხალხს და ჩავატაროთ. მე უკვე იმედი აღარ მქონდა, მაგრამ ფული გადახდილი იყო, პრინციპში არაფერი არ იკარგებოდა. იმას მაინც დავინახავდი, რამდენი მოვიდოდა და მართლაც მოვიდა დაახლოებით 200-250 კაცი. და ყრილობა რამოდენიმე სიტყვით გამოსვლელი იყო და რა თქმა უნდა, ყრილობა ჩაიშალა და არ ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით 2018 წლის 3 ივლისს TV პირველზე მიმიწვია ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ და მე იქ ვამხილე საპატრიარქოს რამოდენიმე ეპისკოპოსი, რომ ისინი ძალიან არ უნდათ მათ, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და ქვეყანა დაადგეს სწორ გზას. და არის ჩემი გამოსვლა TV პირველზე და იქ მეუფე იაკობი მოიხსენიე, რომ ის არ არის ეპისკოპოსი, იმიტომ რომ მისთვის ხმა არ მიუცია და არ აურჩევია მეუფე იობს. აი ამ სიტყვის გულისთვის და ეს სიტყვები თვითონ მითხრა მან მეუფე იობმა, დამიბარეს მეუფის რეზიდენციაში და მეუფემ ჩამოხსნა ჯვარი. ერთი თვე ჯვარი ჩამოხსნილი მქონდა და შემდეგ კვირიკობის დღესასწაულზე მეუფემ დამიბრუნა ჯვარი და ძალიან გამიხარდა ჯვრის დაბრუნება. მეუფე იობთან მქონდა საუბარი, რომ აუცილებელი არის, რომ საქართველოში, ჩვენ ქვეყანაში გაიხსნას მართლმადიდებლური სკოლები, როგორც არის გიმნაზია შავნაბა და ოღონ ვაუჩერული დაფინანსებით. და მე ვთხოვე მას, რომ მე ამ საქმეს შემეძლო თავი დამედგა, რომ ყველა ქალაქში, რამდენი ქალაქიც არის საქართველოში, გაგვეხსნა თითო ზნეკეთილთა სკოლა, ვაუჩერული დაფინანსებით. მეუფემ კი ბატონო, მე გაძლევ კურთხევასო მითხრა, რომ იმუშაო ამ საქმეზეო. მე დავწერე პროექტი და წარუდგინე საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და მივიღე მათგან პასუხი, რომ ეს საკითხი განიხილოს საქართველოს საპატრიარქომ და თვითონ საპატრიარქომ იყოს ორგანიზატორი აი ამ საქმის და მაშინ დავიწყებთო ჩვენო აი ამ საქმის განხილვასო. და მეუფემ მაკურთხა, რომ აი ეს პროექტი 48 თუ 50 ეგზემპლიარად დამებეჭდა და ყველა ეპისკოპოსისათვის გადამეცა. მე რა თქმა უნდა დავბეჭდე ესენი, მაგრამ ეხლა ეპისკოპოსებისათვის ამის გადაცემა იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ მთელ საქართველოში ეპისკოპოსებთან ჩასვლა და აი ამ პროექტების გადაცემა ეს მოითხოვდა კოლოსალურ შრომას. და მე ვკითხე, რომ წმინდა სინოდის ხდომა ხო არ ახლოვდებოდა. და მართლაც მეუფე იობმა მითხრა, რომ 2015 წლის 24 მაისს არისო წმინდა სინოდის ხდომა და აი შეგიძლიაო, რომ გადაცეო ეპისკოპოსებს აი ეს პროექტებიო და მართლაც მე ავიღე ეს პროექტები,
შევედი საპატრიარქოში, კიბეებზე დავდექი და ეპისკოპოსები წმინდა სინოდის ხტომაზე როცა მოდიოდნენ, ურიგებდი აი ამ პროექტს. სიმართლე გითხრათ, ზოგს უხაროდა, ზოგი საერთოდ არ გამოხატავდა თავის უხაროდა თუ არ უხაროდათ, ვერ ვიგებდი. მე ყოველ შემთხვევაში კურთხევას ვასრულებდი და ეს ჩემი ეს მოქმედება დაინახეს ეპისკოპოსებმა თეოდორემ და იაკობმა და დამიწყეს მომუარდნენ და დამიწყეს ყვირილი. აქ რა საკეთებ, აქ რა გინდა, რა უფლება გაქვს. მე ვთხარი მეუფე იობმა მაკურთხა, რომ დავარიგო ეს პროექტები. მოკლედ დაუძახეს დაცვას და დაცვის მეშვეობით გამომაგდეს საპატრიარქოდან. გამომაგდეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ თუ საჭირო არისო, მაგი ჩვენ თვითონ დავაფუძნებთ, შენ ვინა ხარ, შენ რა ყველაფერში ცხვირს აყობ. გამახსენდა ისევ აკაკი წერეთლის სიტყვები, აქ როგორ გვიმღვევ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარ სამართალსაო. მოკლედ გამოვედი გარეთ და ხაბაყუპით მომდის სრემლები. ვტირივარ, რომ რას ვაშავებ, მინდა რომ მართლმადიდებლური გიმნაზიები, ზნეკეთილი გიმნაზიები მინდა გავხსნა ქართველი ბავშვებისათვის და მომავალი თაობისათვის. და ეპისკოპოსები მისვლიან ხელს. საოცარია, მართლაც გაოცებული დავრჩი. ეს პროექტი როცა შევიტანე საპატრიარქოში ქალბატონ შორენასთან, ერთი კვირა ნომერი არ მომცეს. ერთი კვირა იდო სამდივნოში და ერთი კვირის მერე მომცეს ნომერი. და ეს იყო 53 ფურცლიანი პროექტი. ერთი წლის მერე საპატრიარქოდან დამირეკა ერთმა გოგონამ, სახელი აღარ მახსოვს, და მითხრა, რომ მე საპატრიარქოს სამდივნოდან გირეკავ და ესეთი თხოვნა გვაქვს, რომ თქვენი პროექტი არის ძალიან დიდი. ეპისკოპოსები ამას ვერ კითხულობენ და თუ შეიძლება, რომ ერთ ან ორ გვერდზე მოათავსოთ ეს პროექტი და ისე შემოიტანოთ. ეხლა ამ ხელა პროექტის ორ გვერდზე მოთავსება არის წარმოუდგენელი, ხო? მე ავიღე ეს პროექტი, შევკვეცე და 5 ფურცელზე ნაკლებად ვერაფრით ვერ შევძელი და 1 წლის შემდეგ შევიტანე 5 ფურცლიანი პროექტი. ამაზე არც პასუხი მიმიღია დღემდე და არც ვიცი რა ბედი ეწია აი ამ ჩემ შეტანილ პროექტებს. მინდა გითხრათ, რომ მეუფესთან ძალიან ხშირად მქონდია საუბარი აი ამ საქართველოს გაბრწყინების ადათ-წესზე, რომელიც რამოდენიმეჯერ მე მიუტანე უწმინდეს და უნეტარეს და მან შენიშვნები მომცა და მირჩია, რომ ეს ჩასწორებები გამეკეთებინა და მე რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევას ვასრულებდი. 2019 წლის 10 ნოემბერს მეუფეს მივართვი ადათ-წესი მზორვეთის მონასტერში. და შემდეგ როცა ვნახე, მან მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ეს იბერიის გაბრწყინების ადათ-წესი. ხოლო შემდეგ 2021 წლის 12 ნოემბერს მას
რეზიდენციაში მივართვი იბერიის გაბრწყინების ადაწესი და ვთხოვე რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა რადგან მე ვეღარ ხვდებოდი უწმინდესისათვის მიეტანა მეორე ეგზემპლიარი ადაწესის. შემდეგ მეუფეს შევხვდი 15 ნოემბერს მისი კურთხევით ბერმუხის მონასტრის თავზე ახალი მონასტრის მშენებლობა უნდა დაგვეწყო, პროექტი უნდა გაგვეკეთებინა, მე ჩავიყვანი არქიტექტორი და მეუფე მონახაზი გაუკეთა თუ სად როგორ უნდა აშენებულიყო და იქ ვკითხე მოეწონა მას თუ არ მოეწონა აი ეს ადაწესი, იბერიის გაბრწყინების ადაწესი. მეუფემ მითხრა რომ მე თანახმავარ ორივე აწეული ხელით და 10 თითით, აი სიტყვების სრული მნიშვნელობით ჩანაწერი მაქვს ამის და მე ძალიან გამიხარდა რომ მეუფეს მოეწონა ეს ადაწესი და მე მინდოდა რომ ასევე თვითონ უწმინდეს რამოდენიმეჯერა აქვს ჩემთვის ნათქვამი რომ მასაც მოწონს ეს ადაწესი, ის ეთანხმება ამ ადაწესს და აი ამ ბოლო ვარიანტზე მინდოდა უწმინდესის რა თქმა უნდა ლოცვა კურთხევა. 2015 წლის 9 იანვარს მეუფე იობმა ურბნისის ტაძარში მაკურთხა მღვდლად. და იმ კურთხევის დღეს დამავალა რომ აუცილებელი იყო იმ დღესვე უნდა მიმეტანა მისთვის აზომვითი ნახაზი, რადგან მას ეს ნახაზები უნდა ჩაეტანა ეკონომიკის სამინისტროში. მე დავკავშირდი აი ჯგუფს, ვინც მიკეთებდა აზომვით ნახაზებს და წირვის შემდეგ პირდაპირ წავედი მათთან და ძალიან დიდი თხოვნით დაიწყეს მათმა აი ამ აზომვითი ნახაზზე მუშაობა და იმ დღეს მომისწრეს აი ეს აზომვითი ნახაზი, მაგრამ რამოდენიმეჯერ დამირეკა ჩემმა დეკანოზმა და მითხრა რომ დამენებებია თავი აი ამ საქმეზე, იმიტომ რომ მას ჩემთან საქმე ქონდა. მე მას აუხსენი რომ ვასრულებდი მეუფეს კურთხევას და არ შემეძლო რომ მივსულიყავი მასთან ერთი დაახლოებით 3-4 საათი. ამაზე დეკანოზი ძალიან გამიბრაზდა, ყურმილი ტელეფონი გამითიშა და მე როგორც კი დავამთავრე ეს ყველაფერი, მეუფეს რეზიდენციაში მიუტანე და შემდეგ მივედი დეკანოზთან. ის იყო ძალიან გაბრაზებული და შემდეგ ჩვენ წავედით მის ახლობლის ბავშვი მოუნათლავს დეკანოს და აი ამ წვეულებაზე მამა გიორგი, დიაკონი მამა გიორგი საათაშვილი იყო კიდე ჩვენთან ერთად, წავედით აი ამ ღონისძიებაზე ჩემი მანქანით. რომ მივედით, მოხდა ძალიან საოცარი ჩემთვის მოულოდნელი ვითარება. სუფრასთან იყვნენ, იზრხდნენ სუფრასთან ჩემი გიმნაზიის მშობლები და მათმა მე რო დამინახეს, ძალიან დიდი სიყვარული გამოხატეს და იქ მყოფმა საზოგადოება დაინტერესდა გიმნაზიის შავნაბადათი და მისვავდნენ შეკითხვებს. მოკლედ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდი მე ეს
არ მოეწონა დეკანოს და მითხრა რომ უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა მე წავდექი, გამოვედი და მანქანაში მეუბნება რომ მე აქ აურიე ყველაფერი ამ ეპარქიაში, ჩვენ აქ ვართ არქიმანდრიტები და დეკანოზები, შენ გუშინ ჩამოხვედი, რატო იღებ ამდენს შენ თავზე, მე ვარ შენი მოძღვარი და შენ არა გაქვს უფლება რომ აი ეს პროექტი შეასრულო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაიწყო მუქარა, მე არაფერი არ მithქვამს, ერთი მეუბნებოდი რომ ეს იყო მეუფეს კურთხევა და მე ვასრულებდი მეუფეს კურთხევას. მოკლედ მივიყვანე სახლში ორთავე, წამოვედი სახლში და რამოდენიმე ხნის შემდეგ მირეკავს ეს დეკანოზი, მემუქრება და ძალიან ცუდი სიტყვებით მამკობს. მე ავდექი და გაუთიშე ტელეფონი და გამოვხდე საერთოდ ტელეფონი. დილას 10 იანვარს ვარ ახლად ნაკურთხი მღვდელი და წავედი ულუბნისის ტაძარში, რომ წირვას თანამწირველი ყოფილიყავი. და როცა შევედი საკურთხეველში, დეკანოზი იქ იყო და რომ დამინახა, ძალიან განრისხებული წამოვიდა ჩემსკენ და მითხრა რომ აქედან დამეკარგე, აქ სად მოხვედი, შენ ვინ ყოფილხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეუთხარი გასაგებია, კი ბატონო, ავიღეს ჩემი გუდანაბადი, წამოვედი, ჩავდები მანქანაში და წამოვედი თბილისისკენ, მოვდივარ, ცრემლები მომდის, ტირივარ და ისევ გამახსენდა ჩვენი აკაკი. პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი. მაგრამ ხანდახან ვახერხებ ხოლმე აი ამ სიმართლის გატანას. მოკლედ, რომ მოუახლოვდი ცხეთას, მომივიდა აზრი, რომ სვეტიცხოველში დავსწრებოდი წირვას, მართლაც შევედი სვეტიცხოველში და იქ სვეტიცხოველში მომწეს ოლარი და სამაჯურები და დავდექი, წირვას დავესარი, ვეზიარე და საოცარი ის იყო, რომ მოძღვარმა მომიტანა პატრიარქისათვის განკუთვნილი სეფისკვერი და მითხრა, რომ აი სეფისკვერი საიდან მოხდა, როგორ მოხდა, არ ვიციო და აი სეფისკვერი ამ სეფისკვერით გასაჩუქრებოდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო დღე. ასე წამოვედი აი ამ ტაძრიდან და შემდეგ უკვე მეუფემ მაკურთხა, რომ ამ ავაშენო და ავაშენეთ ჩემმა ოჯახმა და გიმნაზია შავნაბადამ წმინდა კვირიკე და იულიტას მონასტერი სოფელ რუიში. და დღესაც მოღვაწეობ, დეკანოზი ვარ აი ამ დედათა მონასტერში, წმინდა კვირიკეს და იულიტას დედათა მონასტერში. რაც შეეხება იმ დედათა მონასტერში მოღვაწეობას, იყო ძალიან სირთულეები, მე-9 საუკუნის ჩამოქცეული ტაძარი. შეგნი ამ ტაძარში ჰქონდათ გახსნილი მოხულიგნო ელემენტებს თავიანთი ბუნაგი, იქ თამაშობდნენ კარტს, ხარშავდნენ წამალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი
მოვშალე და ამაზე ნასვამ მდგომარეობაში ამოდიოდნენ და როცა ჩვენ იქ მუშაობდით და გაწმენდით სამუშაოებს ვატარებდით, რუისლები სულ დედას მაგინებდნენ, მე რა თქმა უნდა ლოცავდი, ლოცულობდი და გაუცებულები იყვნენ, ჩვენ დედას გაგინებ და შენო გლოცავო, შენი თანაკაცი არ გვინახავს. მაგრამ სხვა გზა არ იყო, დავითმინეს ყველაფერი და დღეს ძალიან კარგი და კეთილმოწყობილი მონასტერი ფუნქციონირებს, დედათა მონასტერი ფუნქციონირებს სოფელ რუისში.